მას შემდეგ, როგორც წეღან თქვი, გავიდა 6 წელი და ამ დროის მანძილზე წეღან ვახსენე, რომ ახალი ადგმული მქონდა მეთქი ნაბიჯები. ამ დროის მანძილზე ჩემი ხედვაც დაიხვეწა, რაღაცებში უფრო კრიტიკული გამიხდა და შესაბამისად უფრო მეტი შეცდომის დანახვა დავიწყე ჩემს წინა ნამუშევრებში. და ვაჟას ეს ანიმაციაც არ აღმოჩნდა ამ მხრივ გამონაკლისი და წლების მანძილზე უფრო და უფრო ვამჩნევდი ბევრ შეცდომას, რაც მქონდა დაშვებული. ერთ-ერთი და უმთავრესი იყო პროპორციები. მაგალითად, ხელები ძველ ანიმაციაში აქვს პატარა და სუსტი. ასევე მხრებიც მთის კაცისთვის საბამოა. და ეს და სხვა დეტალები არის ძალიან ბევრი. რაც საბოლოო ჯამში არ მომწონდა, მაგრამ ეხლა დევს ეს ანიმაცია და მე ამის წამშლელი არ ვარ, იმიტომ რომ ჩემი წარსული ასე თუ ისე და ჩემი განვლილი ეტაპია ცხოვრების და მინდა რომ იყოს, მაგრამ მინდოდა რომ ხელახლა გამეკეთებინა და ხელი შემევლო. თუნდაც იმ მოძრაობებისთვის, რასაც აკეთებს ეს ქვაზე როზის და ჯერ ერთხელს დაეყრდნობა მერე მეორეზე და ასე შემდეგ და საუბრის დროს ეს მანერები როგორც იქნევს ხელს, ეს ყველაფერი რომ დამეხვეწა და რაც მთავარია გამეფერადებინა. არ ყოფილიყო შავ-თეთრი პირქუში, ისეთი როგორც წინა. იმას თავისი პეცი და თავისი ესთეტიკა აქვს, რა თქმა უნდა, თავისი ვაიბი აქვს უფრო. მაგრამ მინდოდა რომ რაღაც ეს ლექსი ფერად ვერსიაშიც ყოფილიყო. და შესაბამისად ამ რამოდენიმე კვირის წინ, კი არა და 2 კვირის წინ, გადავწყვიტე რომ დამეყენებინა საშველი ამისთვის და გამეკეთებინა ბოლო-ბოლო ვაჟა-ფშაველას ის კი არის ბიჭობას ფერადი ვერსია. და მეც დავჯექი, დავხატე ფონი თავიდან, ის ხე უკან რაც აქვს, აი ამაზე ვამბობ ძველ ვერსიაში. ეგ ხე მოუშალე მთლიანად, დავტოვე მხოლოდ ქვა. თავიდან ვცდილობდი რომ გადამეკეთებინა უკვე არსებული ფონი რაც იყო და უბრალოდ გამეფერადებინა, მაგრამ არ გამოვიდა, ასე რომ მთლიანად წავშალე და დავიწყე თავიდან დახატვა. ასეთი გამოვიდა ფონი, ვისაც არ გაქვთ ნანახი, შეგიძლიათ გადახვიდეთ და ნახოთ წინა ვიდეოებში დევს. და ფონის დახატვის შემდეგ ჯერ მიდგა უშუალოდ პერსონაჟზე და პერსონაჟის გაფერადებაზე. რა ფერი უნდა გამეკეთებინა, ეხა მუქი უნდა ყოფილიყო ისევ, ეხა ჩოხა და მთლიანად ტანსაცმელი რაც აცვია. ხო და ავირჩიე მუქი ლურჯი. ვინც კარგად არ დააკვირდით, შეიძლება შავი გეგონოთ, მაგრამ რეალურად მუქი ლურჯია. და ვაჟას თავი შევცვალე. და გამოვიყენე ახალი პერსონაჟის, ახალი ვაჟას სახე ფაფახში, რომელიც არის. საუბარი მაქვს ამაზე.